დღეს ჯუანშერ ბურჭულაძე განსაჯელის სკამიდან მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ თვეების განმავლობაში ვერანაირი მყარი და პირდაპირ მტკიცებულება ვერ მოიტანა, რომ სახელმწიფო ბრალდება და სუსი ვერ ასაბუთებს იმას, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის ფული მოიპარა, სწორედ ეს არის ახალი გარემოება საქმეში და ასევე მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა რის საფუძველზეც უნდა შეიცვალოს მისთვის შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი. გირაოს რაოდენობა ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებს სხდომათა დარბაზში აღარ დაუსახელებიათ, თუმცა გარეთ მედიასთან კომენტარის დროს თქვეს, რომ 100,000 ლარის საფუძველზე ითხოვდნენ ჯუანშერ ბურჭულაძის გათავისუფლებას, სხვა ბრალდებულებიც, რომლებიც ასევე განსაჯელის სკამზე არიან, ითხოვდნენ 300,000 ლარიანი გირაოს საფუძველზე, რომ გათავისუფლებულიყვნენ სხვადასხვა შემზღუდავი ფორმებით, თუმცა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც 4 ბრალდებულთან დაკავშირებით არის შეფარდებული, დღეს სასამართლო მისევ ძალაში დატოვა. ერთადერთი ბრალდებული ამ საქმეზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია და ამ დროისთვის იმყოფება გირაოთი თავისუფლებაზე, თანაც 10,000 ლარიანი გირაოთი არის ვლადიმერ ხუდუშაური და ხუდუშაური არის ის პირი, რომელმაც შეცვალა ჩვენება და მისცა სწორედ ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ და სავარაუდოდ არა მხოლოდ სხვა საქმის ფიგურანტებთან დაკავშირებითაც დღეს ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი ასევე ამბობდა, რომ თავდაცვის ექს-მინისტრს იმდენად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, რომ მარჯვენა ხელს პრაქტიკულად ვეღარ იყენებს და შეუძლებელია, რომ ის თერაპია, რომელიც მას სჭირდება ყოველდღიური, ჩაუტარდეს სახჯელ აღსრულების დაწესებულებაში და სხვა შორის მოსამართლემ აქ მას უთხრა, რომ მას ასეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საჭირო ჯანდაცვის ყველა ზომას და ფორმას იღებდნენ პატიმრების სახჯელ აღსრულების დაწესებულებაში, რასაც ჯუანშერ ბურჭულაძემ დაამატა, რომ არსებობს გარკვეული დაავადებები და დიაგნოზები, რასაც არა მხოლოდ სახჯელ აღსრულების დაწესებულებაში, არამედ საქართველოშიც კი ვერ მკურნალობენ. ასეთი გარემოება ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა დაცვის მხარეს ამას ვადასტურებს და ეს საჭიროებს ყოველდღიური რეაბილიტაციას კერძოდ სახსის მასაჟს და ასე შემდეგ და ეს ვერ ეხება და მეორე ასეთი განშენებულად შემოსახლებას მოვახსენებ ზოგადად აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. აღკვეთის ღონისძიება, როდესაც უნდა იყოს გამოყენებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება, ეს შეიძლება შეეხებოდეს ბუნებრივი და ნარადობრივი დანაშაულებს. ჩვენ დანაშაულებებში სწორედ ამას ასახავს დაცვის მხარე, არის მიზეზი, რომ გამოყენებული იქნეს ყველაზე მკაცრი ზომა, მტკიცებულებები, რაც უკვე დასრულდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული, ვერ გაცდა ირიდ მტკიცებულებები და დაუსაბუთებელ მტკიცებულებები. აი ეს არის ზუსტად ის გარემოება, ის არსებითი გარემოება, რაც დღეს შეიცვალა. აქამდე ბრალდების მხარეს ჰქონდა დრო, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინა და სწორედ ეს შეიძლება გახსნილიყო საფუძველი მოსამართლისთვის კაცრი ღონისძიების გამოყენებისა. ასეთითად დღეს ის შეიცვალა ზუსტად, რომ მტკიცებულებები აღარ აქვს მოსაპოვებელი ბრალდების მხარეს და ვერ მოიყო ერთერთი პირდაპირ მტკიცებულება. აი ეს არის ჩემი აზრით ის გარემოებები, რაც უნდა იმჯეროს საქართველოში. კია ცენტრის და კიდევ 10-მდე ბიზნესის მფლობელი ბიზნესმენი ზურა ტუკვაძე არის ერთ-ერთი ოქროს მოწმე გამოძიებისთვის სუსის ფაილებში. იძებნება ტუკვაძის ჩვენება, რომელიც აღიარებით ჩვენებას აძლევს, ამბობს, რომ წლების განმავლობაში ჯარის დარცვის საქმეში ისიც ფიგურირებდა და რომ მასთან პირადად მივიდა ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ასევე ბრალდებული მხეიძე ამ საქმეზე, რომელიც პატიმრობაში რჩება და შესთავაზა, რომ მას მოარგებდნენ ტენდერს და ხელოვნურად გაიზრდებოდა თანხები, ღირებულება, რომლის ნაწილიც უკვე უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძესთან წავიდოდა და ტუკვაძე ამ შემთხვევაში ხელს ასევე ადებს ირაკლი ღარიბაშვილს. ის ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ მოპარული ფულის, ჯარიდან მოპარული ფულის ნაწილი მიდიოდა სწორედ იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, რომლის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო თავად ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი. სწორედ ტუკვაძის ჩვენების საფუძველზე ჩვენ დღეს დავუსვით კითხვა ადვოკატებს და ასევე პროკურორს, რა შეიძლება რომ გამოიკვეთოს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადვოკატი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბიზნესმენის ამ ჩვენებას. პირდაპირ ამბობენ, რომ ის არის გარიგებული გამოძიებასთან და მისი ჩვენება დასჭირდათ, რომელიც შეცვლილი არის ორჯერ. დასჭირდათ საიმისოთ, რომ განსაჯელის სკამზე მყოფი პირების წინააღმდეგ ბრალი დაემძიმებინათ. ზურა ტუკვაძე ახლა საქართველოში არ იმყოფება და ეს არის ასევე ერთ-ერთი გარემოება, რომელზეც დღეს მიუთითებენ ადვოკატები. რაც შეეხება პროკურატურას ვკითხეთ ჯუანშერ ბურჭულაძის ალაპარაკება და ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ჩვენების მიცემა, რომ სწორედ ის იყო ინფორმირებული ამ ჯარიდან
ფულის მოპარვის საქმესთან დაკავშირებით შეცვლის თუ არა რაიმეს, შემსუბუქდება თუ არა მათ შორის დაყენებული ბრალი ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა პროკურატურამ თქვა, რომ ამ დროისთვის ამაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ამიტომ მეტ დედალს ის ახლა ვერ გაასაჯაროვებს. სასამართლოს პოზიცია იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, არ არსებობს არანაირი წინასწარ განსაზღვრული მტკიცებულება, რომელსაც მტკიცებულებითი ძალა აქვს, სანამ მისი გამოკვლევა არ მოხდება. Ვით უმეტეს, ყველა მოწმე, რომელ მოწმეებზეც ზოგადად აღნიშნული სისხლისამართლის საქმე დგას, ყველას აქვს ჩვენება შეცვლილი და იმ შეცვლილი ჩვენებებითაც კი არც ერთი მათგანი არ ამხელს ბატონ გიორგი ხაინდრავას. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ღუდრუშაურის ჩვენებით არანაირი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით, ბატონი გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ მას არც ერთი წინადადება არ უხსოვს. რადების მხარე ვერ მიუთითებს ვერც ერთ დამაჯერებელ მტკიცებულებაზე, რომლითაც დაამტკიცებდა ამ ბრალდებას, საქმეში დევს ერთადერთი მოწმის გვარად ტუკვაძის გამოკითხვის ოქმები. ორჯერ არის ეს ადამიანი გამოკითხული. პირველი გამოკითხვის ოქმის დროს ამბობს აბსოლუტურად სხვა რამეს და მეორე გამოკითხვის დროს რადიკალურად ცვლის პირველი გამოკითხვის ოქში დაფიქსირებულ ინფორმაციას. ამ ადამიანმა გადაირჩინა საკუთარი თავი, ხელი დაადო ვასილ ხეიძეს, მისცა ცრუ ჩვენება და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს დანაშაულს, ის დღესაც არ არის პასუხისგებაში მიცემული. ჩვენება მისცა შინაარსობრივ მხარეში ვერ შევალდა ვერ შევაფასებ, ადრეც გითხარით, რომ დაუთქმულებაზე გაქვს ხელი მოწვევები ერთი და მეორე ჩვენება თვითონ მან სასამართლოში უნდა დაადასტუროს. მან თქვა ის, რაც მას მიაჩნდა, რომ ამ საქმეში იყო სიმართლე. კონდოჩიკომაზე მან მოინდომა, რომ არ დასწრებოდა სკოლას და ჩვენი მონაწილეები ყოფილიყო შემდეგ სკოლამდე რა პოზიცია ექნება ამას გააკეთა. დავანდა სასამართლოს ხდომაზე განხილვქნა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშავების თაობაზე, აგრეთვე სამი პირი, ვინც იმყოფებოდნენ პატიმრობაში, დარჩნენ კვლავ პატიმრობაში, მათ შორის არიან ჯუანშერ ბურჭულაძე, ვასილ ხეიძე და გიორგი ხაინდრავა. გამოძების ეტაპზე ვლადიმერ გუდუშაურს შეეცვალა აღკვეცხვენისება პატიმრობა გირავოთი. ვლადიმერ გუდუშაურის ჩვენება არსებობს სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ უკვე საქმეში არის. დიახ, მათ ამ საქმეში განთავსებულია ვლადიმერ გუდუშაურის ჩვენება აღიარების თაობაზე. ტუკვაძის ჩვენება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება კი. რატომ? იმიტომ რომ ის აღნიშნული პირი, ასე ვთქვათ, აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა აღნიშნულ პირთან ერთად სხვა პირებისაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოძიებას. ჯარის ძარცვის საქმეზე განხილვებს სასამართლო 15 დეკემბერს გააგრძელებს და ეს იქნება უკვე არსებითი განხილვის დასაწყისი, როდესაც მტკიცებულებების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გამოკვლევა უნდა დაიწყოს სასამართლოს ხდომათა დარბაზში. თავად ჯუანშერ ბურჭულაძე აპირებს, რომ ყველა პროცესში მიიღოს მონაწილეობა, ისევე როგორც სავარაუდოდ სამი ბრალდებული აღნიშნულ საქმეზე, ერთადერთი პირი, რომელიც უცხადებს სრულ ნდობას ადვოკატებს და სასამართლოს ხდომებზე ამ დროისთვის გამოცხადებას არ აპირებს, ეს არის გირავოთი თავისუფლებაზე მყოფი ვლადიმერ გუდუშაური.